ხალხო, ყველა ვიდეო ამ სერიალზე მხვდება. ქართულიც, ინგლისურიც. ყველა არის გაგიჟებული. რომ არ მოგატყუოთ, მხოლოდ აი ეს ინფორმაცია რომ ცოდნოდა ამ წიგნზე, არ ვიცი რამდენად დამაინტერესებდა. ასე რომ მთელი სულით და გულით ველოდები, ცოტათი ნერვიულობ, ტრეილერს რომ უყურე რაღაცნაირად ცრემლები მომადგა თვალებზე. რამდენიმე წლის წინ მაქვს ეს წიგნი წაკითხული და ახლაც მახსოვს რამდენად შემზარავი იყო ეს წიგნი ჩემთვის. ჩემი აზრით ეს წიგნი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს და ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ ეკრანიზაციას. მოკლედ სანამ ამ ფილმზე რამეს გავიგებდი, ეს წიგნი მე უკვე მქონდა სიაში, რადგან ვიცი რომ ძალიან ბევრ მკითხველს მოეწონა და ამ რვა ფეხაზე ხალხი არის შეყვარებული. მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ 2026 წლის წიგნის ეკრანიზაციებზე. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი წიგნის ეკრანიზაცია გამოდის, რაც მკითხველებს ძალიან გვახარებს და მე თვითონ ძალიან მიყვარს კითხვის გარდა სერიალების და ფილმების ყურება. და როდესაც ვიგებ ხოლმე რომ რაღაც ახალი წიგნის ეკრანიზაცია გამოდის, რა თქმა უნდა, ორმაგი ინტერესი მაქვს ხოლმე ვნახო, რომ შევაფასო რამდენად კარგი ფილმია ცალკეულად და ასევე რამდენად კარგი ეკრანიზაციაა. ალბათ დამეთანხმებით რომ ხშირად გვინახავს ძალიან კარგი წიგნის, ძალიან ცუდი ეკრანიზაცია. ზოგადად წიგნის მიხედვით ფილმის გადაღება ნამდვილად არ არის მარტივი და უმეტეს შემთხვევაში წიგნი მაინც ჯობნის ხოლმე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ძალიან კარგად მუშაობენ მსახიობებიც, რეჟისორიც და ვიღებთ ძალიან კარგ ნამუშევარს. დღევანდელი ვიდეოსთვის ავარჩიე 10 წიგნი. ზოგიერთი მათგანის ეკრანიზაცია უკვე გამოსულია, მაგრამ მეჯერ არ მინახავს და დანარჩენს უკვე ველოდებით წლის ბოლომდე. ახლა კი მინდა რომ გესაუბროთ თითოეულ მათგანზე და გაგიზიაროთ ჩემი მოლოდინები. დავიწყოთ. პირველი ფილმი არის People We Meet on a Vacation. მთავარი პერსონაჟები არიან პოპი და ალექსი, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პოპი არის ძალიან აქტიური, ძალიან მხიარული, უყვარს მოგზაურობა, ხოლო ალექს ყოველთვის ურჩევნია რომ უბრალოდ სახლში იყოს და წიგნები იკითხოს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ისინი უკვე წლებია რაც საუკეთესო მეგობრები არიან და ყოველ ზაფხულს ერთად მოგზაურობენ. თუმცა როგორც ირკვევა 2 წლის წინ რაღაც მოხდა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. პოპი კი აღიარებს, რომ რეალურად ყველაზე ბედნიერი სწორედ ალექსთან ერთად იყო და გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთი მოგზაურობით გადაარჩინოს მათი ურთიერთობა. ამ წიგნის ეკრანიზაცია გამოვიდა იანვარში. არადა რო უყურებ, იგივე ხედავ ზაფხულს. ეს წიგნი ჯერ არ წამიკითხავს, რადგან ბაშკარად ზაფხულში წასაკითხი წიგნია და გადავწყვეტე, რომ ამ ზაფხულში წავიკითხო და შემდეგ უკვე ვნახო ეკრანიზაცია. ძალიან ბევრი კარგი შეფასება შემხვდა ამ წიგნზეც და ეკრანიზაციაზეც, მკითხველები იყვნენ ძალიან კმაყოფილები ეკრანიზაციით და მეც ნამდვილად მაინტერესებს, იმედი მაქვს, რომ კარგი წყვილი გვეყოლება, საინტერესო ურთიერთობა ექნებათ და ასევე ძალიან მაინტერესებს რა მოხდა 2 წლის წინ. ვნახოთ. სხვათა შორის თანამედროვე ფილმები რაც ვნახე რომანტიკის ჟანრში, თითად არც ერთი არ მომეწონა და უმეტესობა რომ არ დაგიმალოთ, საერთოდ ბოლომდე არც მინახავს. არ ვიცი, თითქოს რაღაც აკლია, ან მსახიობები არ მომწონს, ან გადაღების სტილია უცნაური, რაც ყველაზე მთავარია შინაარსობრივად არაფერი არ ხდება ხოლმე განსაკუთრებული და უმეტესად გამაღიზიანებელი სცენებია ხოლმე და ძალიან ხელოვნური. მე კიდევ ძალიან მიყვარს რომანტიკული ფილმები და ეს ძველ ფილმებს ვუყურებ ხოლმე ისე მეასედ. მაგრამ სხვათა შორის ამ წიგნის ეკრანიზაციაზე ვნახე კომენტარები, რომ როგორც იქნა რომანტიკა დაბრუნდაო. ასე რომ ვნახოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ წიგნით სასიამოვნო წასაკითხი იქნება და ფილმის მომეწონება. შემდეგი წიგნი არის Margot's Got Money Troubles. მთავარი პერსონაჟი არის 20 წლის მარგო, რომლის ცხოვრებაც თავდაყირადგება. მოულოდნელად ის ხდება მარტოხელა დედა და მას არ აქვს არც ფული და არც სამსახური. მარგო ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად იშოვოს ფული და ექსპერიმენტისთვის გადაწყვეტს აკაუნთის შექმნას ონლაინ +18 პლატფორმაზე. ის ძალიან მალევე ხდება პოპულარული ინტერნეტ სივრცეში და რაც დრო გადის, მას უფრო მეტად უჭირს ამ ერთგვარი წარმატების, დედობის და პირადი ცხოვრების დაბალანსება. რომ არ მოგატყუოთ, მხოლოდ აი ეს ინფორმაცია რომ ცოდნოდა ამ წიგნზე, არ ვიცი რამდენად დამაინტერესებდა. მაგრამ 2 მიზეზი მაქვს, რატომაც გადავწყვიტე ამ წიგნის წაკითხვა. პირველი, ძალიან კარგი შეფასებები შემხვდა ამ წიგნზე და ის კრეატორები, ვისაც მე თვალყურს ვადევნებ, იყვნენ აღფრთოვანებულები. მკითხველები ამბობდნენ, რომ ეს არის ძალიან ადამიანური და ძალიან რეალური წიგნი. და მეორე, დამაინტერესა ამ წიგნის მიხედვით გადაღებულმა სერიალმა, რომელსაც ყავს ნამდვილად ძალიან საინტერესო კასტი. მოლოდინთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ ამ შემთხვევაში, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება განვითარდეს ამ წიგნის შინაარსი.
ასევე ძალიან მაინტერესებს, რამდენად მომეწონება ისეთი წიგნი, რომლის შინაარსი ასე ერთი შეხედვით ჩემთვის დიდად საინტერესო არ ჩანს. რადგან კიდევ ერთხელ არ ვიცი, რამდენად ავიღებდი ამ წიგნის ხელში, რომ არა სხვა კრეატორების კომენტარი და საინტერესო სერიალი. ზედმეტი მოლოდინი შექმნილი ნამდვილად არ მაქვს და შეიძლება ეს ერთის მხრივ კარგიც იყოს. ნახოთ. შემდეგი წიგნი არის ბუსთა ბატონი. თვითმფრინავი ჩამოვარდება უცნობ კუნძულზე და გადარჩებიან მხოლოდ სკოლის მოსწავლე ბიჭები. მათთვის ეს ყველაფერი ხდება ძალიან საინტერესო თავგადასავალი, თავს გრძნობენ ძალიან კარგად უფროსების გარეშე და ცდილობენ რომ ჩამოაყალიბონ საკუთარი საზოგადოება. თუმცა ძალიან მალე იღვიძებს შიში, ბოროტება, სისასტიკე და მათ მიერ შექმნილი სამყარო ხდება დამანგრეველი. რამდენიმე წლის წინ მაქვს ეს წიგნი წაკითხული და ახლაც მახსოვს რამდენად შემზარავი იყო ეს წიგნი ჩემთვის. შეძრწუნებული ვიყავი სიუჟეტით. მეტს ფიზიკურად ვერაფერს გავაზიარებ ამ წიგნზე, სპოილერების გარეშე არ გამოვა. ცოტა ხნის წინ დაიდო ამ წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალი Netflix-ზე და ჯერ არ მინახავს, რადგან ემოციურად ჯერ კიდევ ვემზადები. ვიცი რომ იქნება ძალიან მძიმე და იქნება არასასიამოვნო მომენტებიც. მაგრამ ეს წიგნი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წიგნი, რაც კი წამიკითხავს და აუცილებლად ვნახავ სერიალსაც. წარმატებები მისურვოთ. შემდეგი წიგნი არის The Deal. მთავარი პერსონაჟები არიან ჰანა და გარეტი, რომლებიც დებენ გარიგებას. გარეტი არის უნივერსიტეტის ჰოკეის გუნდის კაპიტანი და მას სჭირდება დახმარება ერთ-ერთ საგანში, რადგან თუ ეს საგანი ვერ ჩააბარა, მას მოუწევს გუნდის დატოვება. სწორედ ამ საგნის სწავლაში ეხმარება მას ჰანა. ხოლო ჰანას მოწონს ერთი ბიჭი უნივერსიტეტში და გარეტი ეხმარება, რომ ამ ბიჭის ყურადღება მიიქციონ და აეჭვიანონ. სწორედ ახლა ვკითხულობ ამ წიგნს და ჯერჯერობით ძალიან მომწონს. სუბუქი საკითხავია, მოლოდინიც მე მგონი გასაგები არის, უნდა გქონდეს და როგორ შეიძლება რომ განვითარდეს ეს სიუჟეტი, მაგრამ მთავარი მიზეზი, რატომაც დავიწყე ამ წიგნის კითხვა, არის სერიალი. ხალხო, ყველა ვიდეო ამ სერიალზე მხვდება. ქართულიც, ინგლისურიც. ყველა არის გაგიჟებული, აღფრთოვანებული და გადავწყვიტე რომ უცბად წავიკითხო ეს წიგნი და შემდეგ უკვე ჩავუჯდე სერიალსაც. როგორც ვიცი, გარკვეული მონაკვეთები მკითხველებს არ მოეწონათ წიგნში და სწორედ ეს მონაკვეთები არის ამოღებული ან შეცვლილი სერიალში და ამიტომაც მოკლედ დიდი სიმპათია დაიმსახურა მკითხველების მხრიდან ამ ეკრანიზაციამ. ასე რომ ერთი სული მაქვს წიგნი დავამთავრო და შემდეგ აუცილებლად ჩავუჯდები სერიალსაც. შემდეგი წიგნი არის ოდისეა. ოდისეა არის ჰომეროსის მიერ დაწერილი 24 სიმღერისგან შემდგარი ეპიკური პოემა. ეს არის ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ნამუშევარი, რომელიც მოგვითხრობს ოდისევსის ძალიან სახიფათო თავგადასავალზე. ტროას ომის შემდეგ ოდისევსი ცდილობს რომ დაბრუნდეს სახლში, თუმცა მას ხელს უშლის ოლიმპოს ღმერთი პოსეიდონი, რადგან ოდისევსმა მოკლა მისი ციკლოპი. ოდისევსის ვაჟი ტელემაქეც ცდილობს რომ იპოვოს მამა, რაშიც მას ეხმარება ქალღმერთი ათენა და ასევე მას სახლში ელოდება ცოლი პენელოპე. რა თქმა უნდა, ამ წიგნის საკითხვაც მინდა აუცილებლად ეკრანიზაციის ნახვამდე. ცოტათი მეშინია, არ ვიცი რამდენად მარტივად და გასაგებად არის ნათარგმნი და რამდენად შევძლებ რომ კარგად მივყვეს სიუჟეტს, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ამბავში არის ის, რომ ამ ფილმის რეჟისორი არის კრისტოფერ ნოლანი, რომელიც არის ჩემი ყველაზე საყვარელი რეჟისორი. გამოვარჩევ მის ორ ნამუშევარს, რომელზეც მართლა ვგიჟდები და რამდენჯერ მაქვს ნანახი, უბრალოდ ვერ დავთვლი. ეს არის ინტერსტელარი და დასაწყისი. თუ რომელიმე აქედან ნანახი არ გაქვთ, ახლა ვენახეთ. განსხვავებულია, ასე ვთქვათ, სიუჟეტურად და თემატიკით სხვა ფილმებისგან, რაც მას აქვს გადაღებული და ძალიან მაინტერესებს, როგორ გაართმევს თავს. ასე რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ისეთი მასშტაბური, შთამბეჭდავი და ემოციებით სავსე ფილმი, რომელზეც კიდევ ძალიან დიდხანს ვისაუბრებთ. გთხოვ, კრისტოფერ, შენ მაინც არ გამიცრუ იმედები. შემდეგი წიგნი არის ვერიტი. ლოუენ ეშლი არის ფინანსურ კრიზისში მყოფი მწერალი, რომელიც იღებს შანსს, რომელმაც შეიძლება მისი ცხოვრება შეცვალოს. ცნობილი ავტორის ვერიტი კროუფორდის ქმარი ჯერემი მას თხოვს, რომ დაასრულოს ვერიტის მიერ დაწყებული წიგნების სერია, რადგან მძიმე ავარიის შედეგად ავტორი ამას ვეღარ ახერხებს. ლოუენი კროუფორდების სახლში გადადის, რომ ნახოს ვერიტის ჩანაწერები, თუმცა ის შემთხვევით იპოვის მის ავტობიოგრაფიას, სადაც ამოიკითხავს საშინელ და შემზარავ საიდუმლოებებს. ძალიან ვისიამოვნე ამ წიგნით. მართლა გვერდზე ვერ ვდებდი, ისეთი ჩამთრევი იყო და იყო ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი, რაც წამიკითხავს. ცოტათი დამაბნია ამ ფილმის თრეილერმა.
არ ვიცი ნახეთ თუ არა, მაგრამ რომ ვუყურებდი, მეთქი რა ხდება? მეშინოდა ამ წიგნის კითხვის დროს, მაგრამ რაღაც ტრეილერში არ ვიცი, ძალიან უცნაური ტრეილერი იყო მოკლედ. მთლიანობაში იმედს ვიტოვებ, რომ ფილმიც კარგი იქნება, ნამდვილად კარგი კასტი ყავს, ფიქრობ, რომ შეეფერებიან იმ პერსონაჟებს და ასევე ვიცი, რომ რაღაც დეტალები შეცვალეს და ეგეც ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის. ნახოთ. შემდეგი წიგნი არის ჯადოქრის დისწული. ეს არის ნარნიის ქრონიკების პირველი ნაწილი. მთავარი პერსონაჟები არიან მეგობრები დიგორი და პოლი. მათი ცხოვრება კი მოულოდნელად იცვლება. როდესაც დიგორის ბიძა ენდრიუ, რომელსაც თავი ჯადოქარი ჰგონია, მათ სადღაც სხვაგან აგზავნის. ისინი თავს ამოყოფენ ნარნიაში. გადავდივართ ჩვენთვის ნაცნობ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ასევე ვხვდებით ბოროტ დედოფალ ჯადის და წინ გველოდება თავბრუდამხვევი თავგადასავალი. სხვათა შორის ნარნიის ქრონიკების არც ერთი წიგნი არ მაქვს წაკითხული. რცხვენოდეს ქეთი ჩხარტიშვილო, მაგრამ გამოვასწორებ ამ ამბავს, რადგან ერთ-ერთი ნაწილის ეკრანიზაცია, რომელიც უკვე გვაქვს, ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ფილმი. გიჟდები ისე მიყვარს. საახალწლოდ ტრადიცია მაქვს, რომ ამ პირველ ნაწილს აუცილებლად უნდა ვუყურო. როცა გავიგე, რომ ეკრანიზაცია გამოდიოდა, რატომღაც მეგონა, რომ იგივე ნაწილის ეკრანიზაციას იღებდნენ და რაღაცნაირად ცოტა გაუგნებული ვიყავი, იმიტომ რომ ეს ეკრანიზაციაც მართლა ძალიან კარგია და არ ამგონია, რომ ახალს უკვე საჭიროებდეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სხვა ნაწილზე იღებენ ამჯერად ფილმს და ძალიან გამიხარდა, ძალიან მაინტერესებს. სხვათა შორის რეჟისორი არის გრეტა გერვიგი და მისი პატარა ქალები ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია, რაც კი არსებობს. ძალიან მიყვარს. აქვე ვიტყვი, რომ მისი ბოლო ფილმი ბარბი მე პირადად არ მომეწონა. საბოლოო ჯამში კარგი მოლოდინი მაქვს, რადგან მისი გადაღების სტილი და ესთეტიკა მომწონს და ასევე ძალიან მიხარია, რომ ისევ დავბრუნდებით ნარნიაში. და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფილმიც იქნება ძალიან ჯადოსნური და ვნახოთ იქნებ ახალ ტრადიციასაც ჩაეყაროს საფუძველი. შემდეგი წიგნი არის Remarkably Bright Creatures. მთავარი პერსონაჟი არის ასაკოვანი ქალი ტოვა, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ მუშაობას იწყებს ღამის ცვლაში ერთ-ერთ აკვარიუმში. მისი მთავარი მოვალეობებია იატაკის მოწმენდა და ყველაფრის მოწესრიგება. როგორც ვიგებთ, 35 წლის წინ მისი 18 წლის ვაჟი ნავით გასვლისას გაუჩინარდა. ასე რომ ხედავთ, რომ ტოვა ძალიან ბევრ ტკივილს ატარებს და ის რომ ახლა დაკავებულია და ბევრი საქმე აქვს, ძალიან ეხმარება, რომ გაუმკლავდეს ამ ემოციებს. ამ აკვარიუმში ტოვა უმეგობრდება ჭირვეულ გიგანტურ რვაფეხას. ამ რვაფეხას რეალურად ადამიანებისადმი კეთილგანწყობა არ ახასიათებს, მაგრამ ისიც პოულობს ძალიან განსაკუთრებულ კავშირს ტოვასთან. გარდა ამისა, ამ რვაფეხამ ძალიან ბევრი რამ იცის და მათ შორის იმასაც ხვდება, თუ რა მოხდა 35 წლის წინ, როდესაც ტოვას ვაჟი გაუჩინარდა. და ეს რვაფეხა ყველანაირ შესაძლებლობას იყენებს, რომ დროულად გაამჟღავნოს სიმართლე. მოკლედ, სანამ ამ ფილმზე რამეს გავიგებდი, ეს წიგნი მე უკვე მქონდა სიაში, რადგან ვიცი, რომ ძალიან ბევრ მკითხველს მოეწონა და ამ რვაფეხაზე ხალხი არის შეყვარებული. როგორც ვიცი, არის ძალიან თბილი, ძალიან ემოციური და საყვარელი წიგნი. ეს წიგნი შევიტანე ჩემი და ჩემი მეგობრების წიგნის კლუბში და დიდი იმედი მაქვს, რომ იქითა თვეში ჩემი წიგნი ამოვა და ყველანი ერთად შევძლებთ წაკითხვას. და შემდეგ რა თქმა უნდა ერთი სული მექნება, რომ ვნახო ეკრანიზაციაც. შემდეგი წიგნი არის Love Hypothesis. მთავარი პერსონაჟი არის მესამე კურსის დოქტორანტი, ბიოლოგი ოლივ სმიტი, რომელსაც არ სჯერა ხანგრძლივი სიყვარულის. თუმცა ის ცდილობს, რომ თავისი მეგობარი საპირისპიროში დაარწმუნოს და პანიკაში ჩავარდნილი კოცნის პირველივე შემხვედ მამაკაცს. ეს მამაკაცი აღმოჩნდება ყველასთვის ნაცნობი ადამ კარლსენი, რომელიც არის ახალგაზრდა, ნიჭიერი და ძალიან უხეში პროფესორი. ოლივის გასაკვირად, ადამი მას დათანხმდება, რომ თავი გაასაღოს მის შეყვარებულად. გარკვეული დროის შემდეგ ოლივის კარიერას ემუქრება საფრთხე და მას გვერდში დაუდგება კვლავ ადამი. სწორედ აქ მისი ყველანაირი შეხედულება და თეორია სიყვარულთან დაკავშირებით თავდაყირადგება. ეს წიგნი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც პოპულარულია მკითხველებში და ძალიან ბევრი კარგი რამსმენია. დაახლოებით 1 წელია მე მგონი სიაში მაქვს და სამწუხაროდ რატომღაც აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა, მაგრამ როგორც ვიცი, ხალხს ძალიან მოსწონს. წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს წესით ეკრანიზაციაც და იქამდე მოკლედ აუცილებლად წავიკითხავ. დიდი გრანდიოზული მოლოდინები არ მაქვს ამ წიგნზე, გულწრფელად რომ ვთქვა. უბრალოდ შუალედებში მიყვარს ხოლმე ასეთი ჟანრის და ასეთი სტილის წიგნების წაკითხვა, რომელიც იქნება მსუბუქი
და სასიამოვნო. ასე რომ ნახოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ გავერთობი კითხვისას და შემდეგ უკვე სხვა მკითხველებთან ერთად დაბოლოდები ეკრანიზაციასაც. და ბოლო წიგნი. ჩემი აზრით ეს წიგნი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს და ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ ეკრანიზაციას. თუმცა რეალურად უკვე ეკრანიზაცია გვაქვს ფილმების სახით და ახლა ველოდებით სერიალს. ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს ბოლო წიგნი არის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. ეს არის ჰარი პოტერის პირველი ნაწილი, სადაც ჰარი პირველად იგებს, რომ არის ჯადოქარი, სადაც ვეცნობით ყველა საოცარ პერსონაჟს, სადაც პირველად მივდივართ ჰოგვორტსში და საიდანაც იწყება ჰარი პოტერის ძალიან დიდი და საოცარი თავგადასავალი. სერიალი გამოდის დეკემბერში, წლის ბოლოს და ტრეილერი უკვე დევს და შეგიძლიათ ნახოთ. რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს. ჰარი პოტერი მე ძალიან მიყვარს. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში და როცა გავიგე რომ სერიალს იღებდნენ, როგორ გითხრათ, შერეული გრძნობები მქონდა, რადგან ის ფილმები რაც უკვე გამოსულია, მე პირადად ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს. და თითქოს ჯერ იმდენი დრო არ არის გასული ამ ეკრანიზაციებიდან, რომ ისევ თავიდან გადაიღოთ. უბრალოდ იმდენად შეყვარებული ვარ იმ ყველაფერზე, იმ გარემოზე, იმ მსახიობებზე, ასე ვთქვათ, ვინც თამაშობენ, რომ თითქოს მგონია რომ ცოტათი გამიჭირდება ასე სულით და გულით ვიყო ჩართული ამ სერიალშიც და რა თქმა უნდა მომიწევს რომ ყველაფერი ერთმანეთს შევატარო. თუმცა ხო, აი შერეული შეგრძნებები მაქვს ზოგადად და რაღაცნაირად ვნერვიულობ ამ ეკრანიზაციაზე, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ცოტათი ნაადრევი მგონია კიდევ ერთხელ, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება წინ რაღაც მართლაც ძალიან გრანდიოზული და საოცარი გველოდება. განვიცდი იმას, რომ სხვა მუსიკა უნდა კონდეს ამ სერიალს, მაგრამ შემდეგ თქვეს, რომ კომპოზიტორი იქნება ჰანს ციმერი და ვინმე თუ შეძლებს, რომ რაღაც საოცრება შექმნას, ეგ კაცია, ნამდვილად. გარდა ამისა, ეს ბავშვები, ვინც აარჩიეს მთავარი როლებისთვის, ტიპაჟურად ძალიან მომწონს, მგონია, რომ ძალიან მოუხდებათ ეს როლები. აქვე ვიტყვი, რომ ჯინი უიზლი მომწონდა ძალიან, რაც ფილმში ნამდვილად ძალიან დამაკლდა. წიგნში იმდენად სახასიათოა ჯინი, ისეთი რაღაცნაირად ცეცხლოვანი, რომ სამწუხაროდ ფილმში ასე ნამდვილად არ იყო. სერიალში კარგი ტიპაჟი იყო ის გოგონა, ვინც აარჩიეს, მაგრამ სამწუხაროდ მეორე სეზონში აღარ დაბრუნდებაო ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია. ნახოთ ვის არჩევენ. გარდა ამისა, რაც მახარებს, არის ის, რომ სერიალის შემთხვევაში შემქმნელებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი რამ გადმოიტანონ წიგნიდან. რაც ფილმების შემთხვევაში უბრალოდ გამორიცხული იყო, რადგან მაშინ 7 საათიანი ფილმები უნდა ქონოდა. ასე რომ მთელი სულით და გულით ველოდები, ცოტათი ვნერვიულობ, ტრეილერს რომ უყურე რაღაცნაირად ცრემლები მომადგა თვალებზე. მზად ვარ, მოკლედ ამ თავგადასავლისთვის და ასევე ძალიან მიხარია, რომ ახლა უკვე სხვა თაობა შეძლებს ჰარი პოტერთან ერთად გაზრდას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვუვათ. და მივუახლოვდით ამ ვიდეოს დასასრულს. დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო თქვენთვის ამ ინფორმაციის მოსმენა, ასევე ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებში გამიზიარებთ, რომელმა წიგნმა დაგაინტერესათ ამ ჩამონათვალიდან. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და ასევე თუ წიგნები გიყვართ, არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ახლა კი გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით!